თუ ესეთი სიტუაცია გაგრძელდა, უბრალოდ დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი ამ ქვეყანაში აღარ იქნება და ერთი მხრივ არც წყარო იქნება, რომელიც საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების თაობაზე და მეორე არც ის ორგანიზაციები იქნებიან, რომლებიც ამ საქმის შესაბამის მსვლელობას მიცემენ და სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმებს გამოიყენებენ და საერთაშორისო საზოგადოებას მათ შორის მიაწვდიან ინფორმაციას ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ. და რა თქმა უნდა, ეს იქნება აუცილებლად დამძიმდება ეს სიტუაცია, მაგრამ დამძიმდება ისე, რომ შეიძლება საზოგადოებამ ამაზე რეაგირება ვერ ჰქონდეს. და მეორე მხრივ თუ თქვათ ქართული ოცნება ასევე ხელისუფლებაში დარჩა, ამის მეორე უარყოფითი ეფექტი, რაზედაც ბევრი საუბრობს საზოგადოებაში, ეს შეიძლება იყოს ასევე გადინება მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც უკვე დაწყებულია და ასევე დარჩენილი ნაწილის მიმართ, არ ვიცი, სტატისტიკაზე შეიძლება იმდენი გავლენა აღარ მოახდინოს, ხო, რთული სათქმელია, მაგრამ ხო აუცილებლად რა თქმა უნდა შედეგი უარყოფითი იქნება, ეს იმიტომ არა აუცილებლად რომ რაღაცა ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეს ყველაფერი ან რაღაცნაირად ჩვენ არსებულ მდგომარეობას რაღაცნაირად ემოციურად თუ გადაჭარბებულად ვაფასებთ. არა, ესე ხდება ზოგადად ესეთ ტიპის რეჟიმებში და იმიტომაც არის, რომ საზოგადოების კრიტიკული ნაწილი თუ სამოქალაქო სექტორი იქნება თუ აქტივისტები თუ დამოუკიდებელი მედია ამდენს იბრძვის იმისთვის, რომ ქვეყანაში რამენერად ეს დამოუკიდებელი ინსტიტუტები ან გადარჩნენ ის ინსტიტუტები, რომლებიც შემორჩენილი არის. მინიმუმ იმიტომ, რომ საზოგადოებას კონდეს ინფორმაცია და საზოგადოება იყოს ფხიზლად. თუ ეს ყველაფერი აღარ იარსებებს და გვეყოლება ერთპარტიული რეჟიმი, რომელსაც ყველა ინსტიტუცია თვითონ თავის ხელში აქვს მოქცეული და არავინ გამკონტროლებელი, თუნდაც ინფორმაციის მიმართულებით არ ყავს, ცხადია აქ დაუსჯელობის სინდრომი ყველაზე დიდი კატალიზატორი იქნება ადამიანების მხრიდან, ესე ვთქვათ, სხვადასხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში.